ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia და ძალიან მაგარი მოქოქეს USA to Georgia საბერძნეთთან დაიწყეს ტვირთების ჩამოტანა. გამარჯობათ მეგობრებო, არხი დავწერებო კარგი ხარ. გამარჯობათ. თბილისში ვართ მე და ბატონი დავითი. შვენიერი ხედი გვაქვს უკან. ძალიან მაგარი ქალაქი გვაქვს და ეს ვიდეო ეხლა ვისაც იწერება, თბილისელებისთვის იწერება. ანუ თბილისში ვინც აცხოვრობს, იმიტომ რომ ეხლა რაც უნდა ხო, ჯერჯერო. ეხლა რაც უნდა თქვა, თბილისში მაცხოვრებლებს ეხება. თუმცა ვინც თბილისში არ აცხოვრობს, შეგიძლიათ მოისმენთ, იმიტომ რომ მალე სხვადასხვა ქალაქებში ეს ამბავი გაჩნდება. ეხლა თვითონ რატო ქვია უსაფრთხოება ბავშვების, ხო? თვითონ ამ ვიდეოს. ბატონი დავითი დადიოდა სკოლაში, მარტო არ დადიოდა, მე დამყავდა. მიმყავდა, ან მამ დედამის გამოყავდა, ან მე გამოვყავდა, ვიყავით ერთ ამბავში, მაგრამ ეხლა 10 წელსა რო გავხდი, დაიწყე მარტოსიანი. არა 10-ის რო გავხდი კი? ჩარშა. მოკლედ ჩარშა როგორია ბავში თქვა რომ ეხლა მარტო უნდა წავიდე რა სკოლაში რა. და სკოლა ახლო არ არის, ტრანსპორტში უნდა ჩაჯდეს და წავიდეს. და სანამ ამას მივეჩვეოდი რომ ეს მარტო დადიოდა, მაგრამ ნერვიულობდი, სულ რეკავდი ყოველ 5 წუთში ერთხელ სადახარ, აი მიხვედი სკოლაში. რომ ვინც მშობელი ხართ, გამიგებთ. ვინც მშობელი არა ხართ, ჩემი თხოვნა იქნება რომ აჩვენოთ იმას ვისაც შვილი ყავს რა. მოკლედ ბავშვი როგორ დავიცვათ რა, მაგაზე ვილაპარაკოთ. ბავშვის დაცვა შეიძლება რავი მილიონერად თოფით დაყვება, რაღაცა დაგირეკა მივარდი რამე, მაგრამ ეგეთი სადაზღვევო კომპანია ლუმექსი. აღარ ბავშვების სადაზღვევო. არასრულწლოვანი, ანუ უფროსებს არაზღვევენ ეგენი და ეხლა გეტყვით რაში მდგომარეობს. ეხლა კიდე რა უნდა თქვა. ესეც სიტუაცია რა რომ ამ ლუმექსმა ჩვენ დაგვიკავშირდა, ფული მოგცა და წალი თქვენ ილაპარაკეთ, არა. ჩვენ თონაც მივიღეთ მაგ რაღაცეებში მონაწილეობა, ეხლაც ვიღებთ და მერეს მივიღებთ ეს რა მომსახურებელს აქვს, უფრო განვითარდება მერე უფრო და სხვადასხვა სერვისები დაემატება და მე და ბატონი დავითი და ჩვენი არხი მაგაში არის ჩამული. ანუ თუ რამე მოხდა ისეთი რა თქვენი სურვილის წინააღმდეგ იქნება, ჩვენი პასუხისგებლობაც არის. ანუ მე ტყუილა არაფერს არ ვიტყვი რა. ინტერნეტის გარეშეც მალე იქნება. ხო. მოკლედ ეხლა გეტყვით როგორი სიტუაცია. ამ ვიდეოს აღწერაში იქნება ლინკი. ლინკზე შეხვალთ, დარეგისტრირდებით, ადვილია ძალიან, ქართულად არის. ხო. დარეგისტრირდებით და თქვენ გექნებათ ღილაკი. ანუ თქვენ ბავშვს და თქვენ, ანუ მე მაქვს აი ესეთი რაღაცა, ბატონო დავითი. მობილური ამოიღე და ვაჩვენოთ რა მოხდება. ანუ ეს არის ჩემი ტელეფონი. აი დავითი, აქ მიწერია, ახლა მოიტანე დავითი, ვიზეც ამაქვს ეს გააქტიურებული და ბატონ დავითს აქვს აი ესეთი, ანუ თქვენ შვილს ექნება აი ესეთი ღილაკი. ანუ ამ ღილაკს თუ დააწვა, მოხდება განგაში. ეხლა ამ შემთხვევაში რა ხდება? განგაში შემთხვევაში. ბავშვს თუ რამე გაუჭიდა, მნიშვნელობა არ აქვს. ბულინგია, თავდასხმა, სადარბაზოდან გამოვიდა წინ შეიძლება დიდი ძაღლია და ვერ გამოდის. ბავშვჯერ მომსვლია, მაგრამ არ გამოვედი. ხო, ან კიდე წინ რაღაცა უცხო ტომელების ხროვადგა რაღაცა ყაყანებენ და შეეშინდა. 1000 რამე შეიძლება მოხდეს, მოკლედ ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუ ბავშვმა გადაწყვიტა, რომ დახმარება უნდა შველა, აი ამ ღილაკს აწვება. ეხლა ზოგი იტყვის, ეგრე შეიძლება პოლიციაშიც დარეკო. პოლიციაში რომ დარეკო და უთხრა რომ ძაღლი წეს და მე ვერ გავდიო, არ მოვლენ. თუ კრიმინალი არ ხდება. ამ ღილაკს რო დააწვევით, მაგ შემთხვევაში ხდება ესეთი რაღაცა. ხო. ირეკება კომპანიაში და ირეკება მშობელთან ერთდროულად. ორივეს განგაში სიგნალი შემოგდეთ. მაგ შემთხვევაში ოპერატორი ყურმილს იღებს და პირდაპირ მშობელს ურეკავს და ეუბნება, თქვენმა ბავშვმა ღილაკი გააქტიურა. ანუ საშიშროება აქვს რაღაცა და უჭირს. ხო. მშობელი თუ ეტყვის რომ გადით და მიხედეთ. ხო შეიძლება უნდა ბავშვი და პროსტა დააჭირა, ხო შეიძლება? ხო შეიძლება მშობელი იყოს
სამსახურში, ქალაქგარე და ასე შემდეგ. უცებ ვერ მივიდეს. ამ შემთხვევაში თუ ეტყვი რომ გავიდეს ხო ეკიპაჟი. ორი ადამიანი, ერთი დაცვის პოლიციიდან და მეორე ექიმი, მანქანით, თავიანთი მანქანით, სპეციალური მანქანა არის სირენებითა და იმითი, რა ქვია, შუქიანი, როგორც სასწრაფოს მანქანა, ეგეთი ოღონდ პატარა. თავის მძღოლით პირდაპირ იმ ადგილზე მივარდებიან. და ამბავს იმას იზავენ, რა ქვია, თუ რამე ხო, დაეხმარებიან ყველანაირად. ეს მომსახურეობა რო გააქტიუროთ ეს ღილაკი, ეხლა მე რაც ამან გააქტიურებული. ღირს თვეში 20 ლარი, ანუ 2 კოლოფი სიგარეტის ფასი. ან ერთი კაი ჯანიანი შაურმის ფასი. ამით თქვენ შეგიძლიათ ბავშვის უსაფრთხოება ისკნათ, რა ქვია. შაურმის ჭამა ჯობია ბავშვი დაიჭრას. გეთახმები. ხო და ეხლა როგორი სიტუაცია? პირველი გამოძახება არის უფასო. ანუ თქვენ ეხლა რომ ამ ვიდეოს შემდეგ თუ გააქტიურებთ, იქნება უფასო. თუ რამე კითხვები გაგიჩნდათ, შეგიძლიათ პირდაპირ დაუკავშირდეთ ცხელხას, თვითონ რომ დარეგისტრირდებით ცხელიხას და იქ უფრო კომპეტენტურად აგიხსნიან რა და როგორ. თუ რამე შეკითხვა გაგიცათ. დაუკავშირდებით. ხო. ცხელი ხაზი აქვთ. ცხელი ხაზი პირდაპირ დაუკავშირდები და იმას აგიხსნიან და. ოღონდ ამას ეს არის. რა? შენ არ მოგწევი. არა, მე შემიძლია მომწერო და შემეკითხოთ მაგალითად რაღაცა თუ გაგიცათ ასე რომ ეხლა ამომწურავად მინდა რომ ვიგაპარაკო რამეები არ დარჩეს რა. მივიდნენ ბავშვს რაღაცა უჭირს, მიხედეს, მერე მშობელს უკავშირდებიან ან ბებიას ან ვინც არის მითითებული და ეუბნებიან ეხლა ამ ბავშვს რა უყოთ. დავტოვოთ აქ, გაუშვათ, შეუძლიათ სახლში მოიყვანო და ასე შემდეგ. ეგ ეს სიტუაციებიდან გამიხე შეიძლება ბავშვი ისე სიტუაცია ისეთი დასტრესილი იყოს რომ იხوار დატოვებენ. ანუ მაგას ყველა ვარიანტი მიხედავ. თუ რაღაცა მძიმე კრიმინალი ხდება თვითონვე დარეკავენ პოლიციაში და ექიმი კი აი მისული. უმცროს ექიმს ეძახიან აი სასწრაფოებში დადიან ბავშვის ექიმები. რომელსაც ფსიქოლოგიურად შეიძლება ბავშვში სტრესი კონდეს, მოუხსნას და აელაპარაკოს ასე შემდეგ, თავისი ყველაფრით მოვა. რავი, მე მგონია რომ თვეში 20 ლარი ძალიან მაგარია. თან იაფიცაა. და შემდეგ კიდე ეგ შეიძლება გქონდეთ და მთელი 10 წლის განმავლობაში არ გამოიყენოს ბავშვმა რა ის ღილაკი. მაგრამ ბავშვი დაცულად იქნება. არა, ხო, ღმერთმა დაიფაროს, რომ რაღაცა ეგ ღილაკი დაწერა დაჭიდეს, მაგრამ თუ დაჭიდა, ხო დაჭიდა. პირველი მაინც უფასოა. მეორე, უკვე თუ მეორეც გამოიძახეთ. 55 ლარი ეგირება და ის ფულიც იმიტომ არის, რომ ტყუილა ბავშვმა არ აწვალოს რა. ბავშვი დააწვა, მშობელს უკავშირდებიან, ეუბნებიან, წავიდეთ კი ბატონო. ანუ 20 ლარს იხდით, 55 ლარის მომსახურეობა ეგრევე უფასოთა გაქვთ. შეგიძლიათ როცა გინდა მაშინ გამოიყენოთ. ნუ ბავშვმა რა ყველა ვარენჩი. სამაგიეროდ აი რა, ეხლა აქ ვზივართ იმაში, რა ქვია, ფარნავაზის სკვერში და იმდენი უცხოელია, რომ ღმერთს მაინც ადრე უბნები იყო, ეხლა რა ვიცი, აბა, აღარც უბანი დარჩა, აღარც არაფერი. იმოდენა უცხო ტომელები დადიან და რაღაცები და უცხო ხალხი, რომ რაღაცაც რომ მოხდეს ღმერთმა დაიფაროს, მიდი და ზდიე. და ამათ შეუძლიათ რომ პირდაპირ მოვიდნენ და ის სიტუაცია განმუხტონ, თუ რამე უჭირს ბავშვს რა. ბატონო და ჩემ ქონე ეს სიტუაცია რომ გაგჭირვებია. დახმარება ჯერ არა. არა. ო? შეიძლება საერთოდ არ დაჭიდეს, მაგრამ გული წყნარად გექნებათ რა. ღმერთმა დაიფაროს, დაჭიდა ბავშვს. მქონია მომიგვარებია, მაგრამ ძალიან სერიოზული არა. არა, მოგიგვარებენ შეიძლება შენ ხელებზე ჩხუბიან რაღაცა? აი, ჩხუბი საერთოდ არ არის კაი აზრი რა. ვიცი. ხო და არა, ნუ ეხლა არ ვიცი რა მნიშვნელობა აქვს. თან ამას არ აქვს მნიშვნელობა, დღე იქნება, ღამე იქნება თუ 24 საათიანია, როგორც კი ამ ღილაკს ბავშვი დააწვება, ზოგი მოსამზადებლად დადის და 6 საათზე ღამდება უკვე ზამთარია რა. ღამე გამოდის ბავშვი და ბავშვს ვეძახი მე არასრულწლოვამდელამდე რა, 16 წლამდეა. 14 13 ჰა? 17 უკვე სრულწლოვანია. 17 18-ია სრულწლოვანი. გავიდა სახლიდან ბავშვი ეს ნაღდი, ოღონდ მობილური ის უნდა კონდეს ინტერნეტი ჩართული. მე რაღაც დროის განმავლობაში უკვე ინტერნეტიც აღარ იქნება საჭირო, მაგრამ ახლა ეხლა გაეშვა. ეხლა ინტერნეტი უნდა კონდეს ჩართული, რომ ღილაკსო დააწვეს, რომ ის მაგრამ თქვენს რომ ინტერნეტოსაც შეიძლება, არა, შეიძლება კი არა, აუცილებლად რაღაც დროის განმავლობაში ინტერნეტი აღარ დაჭირდება, ჩვეულებრივი ხაზით იქნება.
ასე რომ ბატონო დავით. ეხლა მე რა მინდა თქვა, ხო ვილაპარაკი ერთია, ისიც ავთქვი რომ ჩვენც ჩართულები ვართ ამაში და ძალიან მაგრა დაინტერესებულები ვართ ეხლა. იარაღის განხილვა ვარ და მე თვითონ სამხედრო ვარ. და ხო ვიცი არა რომ უსაფრთხოება არის ყველაზე მაგარი. და ძალიან ძნელია ბავშვი როცა სახლიდან გარეთ გადის ეზოში რავი სადაც გინდა რა როცა ყურადღებას ვერ ახსენ მით უმეტეს როცა 10 11 12 წლისაა რა მით უმეტეს პატარა გოგოები რა ვიცი კიდე გავამახვილებ ყურადღებას 1000 რჯულის ხალხი დადის უკვე ქალაქში ცოტა ხანში ქუთაისშიც იქნება ბათუმშიც რუსთავშიც ასე შემდეგ ბათუმში უკვე არის არა ბათუმში ჯერ არა თბილისში როგორ გაეშვება ესა კიდე გეტყვით რა ჩემი დიდი თქო უნდა იქნება რომ ვისაც ბავშვები ყავთ იმას უთხარით რა რომ აი ესეთი რამე ეს ვიდეო ვაჩვენოთ და აქედან გამომდინარე ბავშვი იქნება დაცული 20 ლარად რა ვიცი ღმერთმა არ დაგაჭიროთ მაგრამ მიცოდეთ რომ მარტო არ ახართ რა ამ კომპანიის სლოგანიც ეგაა რომ ნუ გეშინია მარტო არ ახარ ანუ თუ რამე მოხდა შეიძლება მალე რამე მოხდა ღმერთმა დაიფაროს და ქალია მარტო ხელა დედა და რაკნას რომ მივიდეს და იქ ხუბი იყოს ეს ხო ვერ განმუხტავს და იქ მივა რა დაცვის პოლიცია და ასე შემდეგ წერდეს არაფერი და იქ იყოს ჩხუბი მან შეგიძლია დარეკო და იქ მივიდე არა მაგას ვიშლება არავინ არ დაგმობთ როცა გინდა ღილაკს მაშინ და თუ გინდა გართობის მიზნითაც დააწეკით მაგრამ პირველად ერთხელ გართობებს კი გაერთობით მოვლენ მაგრამ მეორე თუ დააწეკით უკვე მერე ფულის გადახდა მოგიწევთ ბატონო დავით ეხლა ნახე ხო ვილაპარაკეთ ეგა და მოყოლის ხო ჯობია ის რა ქვია ნანახი მოდი გავააქტიუროთ ჩვენა გვაქვს ერთი დაწოლა იმისი რა ქვია უფასო მე თონაც გამოწერილი მაგ და ხო კიდე რა შეგიძლიათ რა ამის გამომჩა აი უყურეთ აი აქ რო ჩართავთ აპლიკაციას არის ლოკაციის მოთხოვნა როცა ამ ღილაკს აწვევით ბავშვს მიზის მესიჯი სადახარ ჩამიგდე შენი ადგილი ბავშვი ღილაკს დააწვება და პირდაპირ გაჩვენებს სად არის ანუ ამას ისეთი ის არა აქვს რა ქვია სპეციალურად არა აქვს რომ ბავშვს უყუროს სად არის იმ მომენტში ხო და ბავშვის ხო ითრგუნება არა ეხლა იქნებ რაღაცა გადაუხვია ეხლა და ჯიხურის უკან შევიდა და რატომ უნდა მიყურო მაგრამ მამა სადახარ და შვილო სადახარ და აი აქა ვარ და რამე არ უნდა უბრალოდ აწვევით იმას მესიჯი მიდის თიც მიარტყავს და მეგობრებშიც რო იყოს ეხლა არ გაბანძდება რა აგე ბებია მირეკავს მამა მირეკავს და რაღაც ვაშკაცი კაცი ხო ხარ ხო გაგიტყდება ვიღაცა რო აი სადახარ შვილო ხო მეც გირეკავ ხოლმე რა ვაგვიანე ამიტომ ეგეთი რამე არ არის აი ამას უბრალოდ თიც მიარტყავთ და მე რუკაზე ამოგიგდებ სად არის აი რუკას იმაშვება რა აი ეხლა მე და ბატონმა დავითმა გამოვიძახეთ გამოძახებას ვაპირებთ აი ესეთი ღილაკი აქვს ეხლა ბატონი დავითი ამ ღილაკს თიც დაადებს და დაბლა ჩამოასრიალებს და წავიდა უკვე გამოძახება მომივიდა შეტყობინება თქვენი შვილი ითხოვს შველასო დავით კვანი ითხოვს დახმარებას თოთ გახსენ დაადასტუროთ აპის მოთხოვნაო შევედი რუკაზე მაჩვენეს ბავშვი სად არის და დაუდასტურე რომ მე გავეცანი ეხლა ველოდები დამირეკავს ოპერატორი აი დამირეკა ოპერატორმა მეუბნება რომ თქვენი შვილიო განსასწრებშიაო ნუ დახმარებას ითხოვსო განგას შემოვიდაო და თუ დაადასტურებთ რომ გავიდეს ეკიპაჟიო ნუ დავეთახმე მეუთხარი გავიდეს მეთქი ეკიპაჟი მე ავიღე და დრო დავინიშნე რომ მართლა მაინტერესებდა რამდენ ხანში მოვიდოდნენ და ორჯერ დავინიშნე ანუ დაახლოებით რამდენ ხანში მოვიდა 6 წუთი დაჭირდა 6-7 წუთი ეგრე დაჭირდა მანქანას ხო ანუ ხმას გავიგეთ რა იქიდან რომ მოვიდა ანუ რა მინდოდა მეთქე რა თქვენი კომპეტენცია რა თქვენ ეგ იმჭა
ხო, მე ხო ერთადერთი რომ მოვადაცვა და რომ შეეკითხა თუ რა მასჭირს ბავშვს ან დასამშრალებლად და სამშვიდობიან რაღაცა, აი ამ შემთხვევაში უნდა მივიდე დავამშვიდო და დავალმუშაო, რაც ან თუ ჭრილობა თუ დაცემულია ბავშვი, ან თუ აღგზნებულია, ამ შემთხვევაში დავამშვიდო, ფსიქოლოგიური, ესე ვთქვათ, მხარდაჭერა გაუწიო. აჰა. თქვენ დაცვა. ჩემი მოვალეობა არის ბავშვი მოუძებნო, ნახო, ზუსტად იმ წერტილზე მივიდე, თუ ბავშვი არ დავხვდა იმ ადგილას, ნუ იმიდამუებს ვათვალიერებთ, თუ ვერ ვნახეთ ბავშვი, მაგ შემთხვევაში უკვე ოპერატორს უკავშირდებით და 112-ს გადაეცემა ზარი. მე რო კი 112 კონტის ადგილს. ანუ თქვენ იმაში რა ქვია, კომპეტენციაში შედის, მიხვიდეთ, ნახოთ, მივიდეთ, ნახოთ, თუ ადგილზე დავხვდა ბავშვი, რა თქმა უნდა და სიტყვაზე ვიძახი, მოხდა ისეთი სიტუაცია, რომ ვინმე ავიწრო ვერს ბავშვს, თუნდაც ხო ხდები, მე უკვე ჩვენ მივდივართ და ანუ ვერევით ამ საკითხში რა. აჰა. მე უკვე პარალელურად კი, ნუ თუ საჭირო გახდა პარალელურად მე უკვე ვიძახებ 112-ს. ხო, უკვე სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება ხანძარი იყოს ან რაღაცა, ცოფიანი ძაღლი იყოს ან რაღაცა, ხო ეგ ბავშვი ჭირდება დაცვა რამისგან, ანუ თვითონ ბავშვი არის ისეთ სიტუაციაში, რომ თვითონ ვერ უმკლავდება იმ სიტუაციაში, ამ შემთხვევაში გამოდივართ ჩვენ და ვეხმარებით ყველანაირად, რაც ჩვენს კომპეტენციაში შედის. თუ დასაჭიროა იქ შემდგომ უკვე რეაგირება უფრო ზემოთ, ამ შემთხვევაში უკვე პასპორტის ძალიან მალე მოხვედით. თქვენ მანქანასთან რომ მივიდეთ ნახოთ. კი, სხვა არის სხვა. აი მანქანასაც გაჩვენეთ რა, ბოდიში კულა რომ გამოდიდათ, მაგრამ არა. არა. მოგწონს ჩვენი გამოსახება? ხო, პატარა კომპაქტური უწევი მივა მოვა მძღოლიც აქვს, ხო? კი, კი, კი. ანუ ფაქტიურად სამი ადამიანი. კი, სამი ადამიანი. აჰა, ჩვენი. ანუ თქვენ მომავალ. ანუ რამოდენიმე საქმე. ხო, ანუ ჩვენ თერთვილისზე დავდივართ. ნუ სიტუაცია ესეთია რა, თუ მივედით ბავშვთან და მაგალითად მოხდა ისეთი შემთხვევა, რომ ბავშვს აღენიშნება მოწეხილობა, ან მსგავსი ისეთი რაღაცა რა, მაგ შემთხვევაში უკვე მაინც 112-ს ვიძახებ ჩვენ სასწრაფოს, რომ მოვიდნენ, იმიტომ რომ ჩვენ უფლება არ აქვს, რომ ბავშვი ესე ავიყვანოთ ან განსხვავებით შეიძლება რაღაცა თქოს მოწეხილობა. კი, მაგის პასუხისმგებლობას ვერ აქვს. ხო, ტრამვის ჩვენ არ აქვს მაგის გადაყვანა. მაგრამ რაღაცა ინსტრუმენტი. კი, ანუ პირველადი დახმარებას ჩვეულებრივად გავუწევთ ბავშვს. რომ გადაყვანოთ გადავიდეთ. ჩვენი. თუ შესაძლებელია ჩვენ გადავაყვანოთ არანაირი ისიც არ იქნება. ბატონო, შეიძლება მოგრეთ მეგობრებო, ეს იყო დიდი ბოდიშა. არა, რა. სასიამოვნო გაცნობა და იმედია რომ აღარ დაგირეკავთ რა, რომ ეგეთი რამე არ შეგვიძლია. ეს იყო უბრალოდ ხალხის ჩვენებინა, რომ თვითონ ეს სამსახური ხურუშა. ძალიან კაი, ჩვენ მადლობა დიდი, კარგად ვანდებოდეთ. მოდი ჩამოგართვა. კარგად იყავთ. კარგად იყავით. ჯანმრთელი დიცაგა, ხო? კი, კი. თურა. ხო, ჩვენ ზოგადად პირველად სასწრაფო დახმარებაა და ჩვენ პირველად სასწრაფო დახმარება. კარგი, ნახვა, კარგად ვანდებოდეთ. მოგრეთ მეგობრებო, მე შეფარდი. ვიდეო და ფარნავაზი გამეცნო თქვენთვის, რა თუ არ იცით ეს ის კაცია, ვინ ჩვენ ამბანი შეგვქნა პირველი. მოგრეთ, ყოველთვის ვიძახდი რა. ის ხალხი კი შევაწუხეთ, მაგრამ მინდოდა მეჩვენებინა რა, რომ დარწმუნებულიყავით, მე ძალიან გამიკვირდა, მალე 6 წუთში მოვიდნენ რა. 6-9 წუთი მოვიდნენ, უცე მოვარდნენ რა და ძალიან სასიამოვნოა. თვითონ იმ ხალხსაც მოусვენთ, როგორ რეაგირებენ. ეს ყველაფერი ღირს თვეში 20 ლარი.
შენი უსაფრთხოება, შვილო 20 ლარი კი არა, მილიონი მიღის რა. თავს გავწირა, ვიზა სამოღები ჩაგიდგა. და მე მოვკვდი. ყველა მშობელი ეგრე მოიქცევა, რა ვიცი. მოკლედ მეგობრებო, იცოდეთ დღეს ამას იგით, ესეთ ის არის, ვისაც ბავშვები ყავს, იმასაც უთხარით რა. შეიძლება ბიძაშვილი ყავთ, ძმისშვილი ყავთ, თქვენ თვითონ ბავშვი არ აყავთ, ან თქვენ თვითონ ბავშვი ხართ, ვინც უყურებს და აიღეთ და დარეგისტრირეთ და მშვენიერი მომსახურეობა. თან მართლა ძალიან იაფია და მართლა ძალიან მაგარია. კარგად გრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეო.